ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ ქუთაისის მერთან დავით ერემაიშვილთან ერთად ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა. ქუთაისში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით რეკრეაციებისა და საპარკო სივრცეების მოწყობა რეაბილიტაციას. დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, კერძოდ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, სადაც მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში მთლიანად განახლება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები. აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სრული რეაბილიტაცია. დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეთ აღნიშნული სამუშაოები. ჯერა და დარწმუნებული ვარ იმით, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისი კიდევ ერთ-ერთ ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეს მიიღებს.